გამარჯობა, მე ზურაბ ღამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. ბევრს საინტერესებს, როგორ შეარჩიონ ფანდური. ჩემთვისაც უკითხავთ, რა უნდა შევხედო, როგორ შევარჩიო ფანდურიო და გადავწყვიტე ვიდეო ჩავწერო. მოდი ჯერ სიმების სიმაღლეს ვიტყვი. ამ სიმაღლეზე უნდა იყოს სიმები, ხიდებიდან რამდენზე უნდა იყოს აწეული. პირველ ხიდთან ასე ჩვეულებრივ პირველ და მე-12 ხიდთან ამოწმებენ. პირველ ხიდთან 9 მმ, 1 მმ-ზე უნდა იყოს აწეული. მე-12 ხიდთან კი 3-5 მმ. და რატომ ეს რა განსაზღვრავს ამ მანძილს? რაც უფრო მაგარია სიმი, ჩვეულებრივ ამბობენ მაღალი დაჭიმულობის სიმებიო. ჯერ კიდევ მოდაშია შავი მაღალი დაჭიმულობის სიმები უნდა ფანდურს. ზოგი ასე ამბობს და პირდაპირ ამას ითხოვენ, რომ აი შავსიმებიანი ფანდური გვინდა. მოდი ამაზე არ ვისაუბრებ, ცალკე სასაუბრო თემაა. მაღალი დაჭიმულობის სიმები კარგია თუ არა ფანდურისთვის? რა თქმა უნდა, ჩემის აზრით. ეს ცალკე სასაუბრო თემაა და ამიტომ ფანდურის შერჩევაზე დაუბრუნდები ისევ. მე მირჩევნია მაგარი და რბილი სიმები ვთქვა. ეს მაღალი დაჭიმულობის სიმები მაგარი არის. თუ კი ეს შავი სიმები უბია, მაგარი სიმები. მაშინ უფრო ახლოს უნდა იყოს სიმები ხიდებთან. და რატომ? აკორდის ხელისთვის ერთ-ერთ განაცემაში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ალბათ მართებულია ვთქვათ აკორდების და რითმის ხელი, რადგან ზოგი ცაციაა და მარცხენა ხელით უკრავს რითმს და მარჯვენა ხელით აკორდებს იღებს. მაგარი სიმები თუ მაღალზეა, აკორდების აღება გაგვიჭირდება და განსაკუთრებით, როცა მაღალ გვერებს ვიღებთ. ხოლო თუ რბილი სიმები ახლოს არის, ფანდური მაშინ იჟღრიალებს. მარტივ აკორდს დაუკრავ და მოგასმენინებთ. ალბათ ისმის ხომ ჟღრიალი. რატომ ჟღრიალებს? ახლა ჯორაკი უკარო გავწიე, სიმები უფრო ახლოს დავიდა ხიდებთან, რადგან სათავე, ასე რომ შევხედოთ, სათავე დაწეულია. ჯორაკის უკან გაწევით, სიმები უფრო ახლოს მივიდა. და მხოლოდ რბილი სიმები არა, თუ დაბალზეა სიმები, გინდ მაგარი სიმები იყოს, ხომ? თუ ჯორაკი ძალიან დაბალია და სიმები ძალიან ახლოს არის ხიდებთან, ასე იჟღრიალებს. 5 მმ-ზე მეტი უკვე რითმის ხელისთვის არის რთული. ძირითადად მაინც მუცელზე უკრავენ, აი დაახლოებით ამ ადგილზე, საგულესა და ყელს შორის. ალბათ ბევრს გინახავთ, ან თქვენი ფანდურების გაცვეთილია სიმების ზევითქვევით პირისპიცარი. ამიტომაც ურჩევ ხოლმე, რომ დაახლოებით მე-12 ხიდთან დაუკარით მეთქი. არ ვწდება პირისპიცარი. თუმცა დაკვირისას იშვიათად, მაგრამ მაინც უკრავ ხოლმე და მეც გამომრიბის ხელი მუცლისკენ. ამიტომ არის ის ზღვარი, რომ ძალიან მაღალზეც არ უნდა იყოს, უკვე პირისპიცრიდან ძალიან აწეული რო არის. ხელის ჩამოკვისას სიმებს კი არ ჩამოკრავს თითები, არამედ უფრო წამოედება და რთულია დასაკრავად. თუ კი თითების გამოკვირით უკრავთ გიტარასავით, მაშინ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მაღალზეც რო იყოს აქ სიმები. მთავარია რომ აკორდები ადვილად ავიღოთ. პირველ ხიდთან თუ მაღალია, ანუ სათავეს ჭდეები თუ კარგად არ არის, სათანადოდ არ არის ჩაჭრილი და მაღალზეა სიმები, მაშინ პირველ საქცევზე აკორდის აღება გაგვიჭირდება. სიმების სიმაღლეს რომ შეამოწმებთ, უნდა შეხედოთ ტარი დაღრეცილი არ იყოს. მაგალითად ეს რომ გაჩვენოთ, გადაღუნული არ უნდა იყოს ან ამოზნექილი მინახავს, ესე გვერდზე აქეთ იქით შეიძლება იყოს გაღუნული ყელი ან ეს გადაგრეხილი
სატარე რაც ჰქონდათ გააშეს, მაგრამ სათანადოდ რომ ვერ გამოშრა. გააკეთეს ფანდური კი კარგია, მაგრამ დროთა განმავლობაში რო გაშრა, ეგ დაიღრიცოს კიდეც. ეს რატომ ვამბობ ამას, რომ მომიტანეს ფანდური, რომ შარშან ვიყიდეთ, კარგი იყო და ახლა ჟღრიალებს. რო შევხედე მე-12 ხიდან სიმები კარგად არის, პირველ ხიდანაც კარგად არის, მაგრამ მე უცბად შევამჩნიე, რომ კორძი აქვს დაახლოებით მე-10 საქცევის ქვევით ქონდა კორძი ამ ადგილზე. რო გაშრა, უკვე გაიღუნა ყელი. იმიტომ რო შევხედე ჩვეულებრივ პირველ და მე-12 ხიდთან სიმებს, აქ აღარ შემოწმებია, მაგალითად მე-5, მე-6, მე-7 ხიდთან. უკვე ეს კორძი რო დავინახე, მე გამოჩნდა, ანუ თვალი რო გავაყოლე, დავინახე ეს კორძი. მე რო დავაკვირდი, გაღუნული იყო. მართლაც რო ჩვეულებრივ უკრავ კარგია, მაგრამ უკვე აკორდს რო იღებ, ეს მონაკვეთი დაახლოებით შუა ნაწილი უკვე ძალიან ახლოს იყო სიმები და ჟღრიალებდა დაკვირისას. ეცადეთ რომ კორძი არსად არ ქონდეს ყელზე ფანდურის და გინა ჩონგური იყოს, გინა ბანი იყოს, კორძი არ ქონდეს. ეგებ კარგი გამომშრალი არის და არ გაიღუნოს, მაგრამ ეგებ არც არის ბოლომდე გამომშრალი და დროთა განმავლობაში გაიღუნოს ტარი. ანუ უნდა შეამოწმოთ ტარი სწორი უნდა იყოს. ასე შეხედეთ, დაიჭირეთ ფანდური და გახედეთ. გვერდიდან კარგად გამოჩნდება ტარი სწორია თუ არა. ასე პირდაპირ შეხედეთ, გნებავთ, ასე შეხედეთ, რომ ეს ყელი სწორი იყოს. არ უნდა იყოს, წეგანაც გითხარით, მე მგონი რომ გადაღრეცილი არ უნდა იყოს ესე ყელი. მე ერთ მაგალითად პირველი სიმი ძალიან ახლოს არის ყელთან, მესამე სიმი მაღალზე თუ ესე გადაიგრიხა ყელი. ყველაფერი უნდა შეამოწმოთ. კარგია რომ ადვილად უკრავდეს. სიმები მაგარი არ იყოს. ჯერ კიდევ მოდაში არის მაღალი დაჭიმულობის სიმებს ვამბობენ, მაგარი სიმები. დაინახავენ ეს ბევრმა აიცის რომ ეს შავი სიმები უნდა ქონდეს. სწავლენ იყიდიან და მე მასწავლებელმა გამოგზავნა ხოლმე რომ მიიტანეს მშობელმა ესე იყიდა ბრმად. მიიტანა და რომ მივიდა ბავშვი მასწავლებელთან, არა ეს სიმები მაგარია და თითებს გატკენსო. გამოგზავნა ჩემთან სიმები შემაცვლებინა. ცოდუ არის ბავშვი, ის მაგარი სიმები რო არის, თითები ეტკინება, კიდაც აკორდების ხელი იყოს, კიდაც რითმის ხელი. ახლა უცბად გამახსენდა, ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა, როცა მისი მოსწავლეები მირეკავენ, მასწავლებლის მოსწავლეებს ყველა წვრილ სიმს აუბაო ხოლმე, რომ ბავშვები არიან, ცოდოები არიან, ჯობს რბილი სიმებით დაუკრან. მეთანხმები პედაგოგს რომ თუ გაუჭირდა ბავშვს დაკვრა, იწვალა, დაიტანჯა, ეგ სულ დაეკარგოს ხალისი, ფანდურზე დაკვრა აღარც მოუნდეს. მშობელი მერე აძალებს და ტანჯვად იქცევა უკვე იმის ნაცვლად რომ ბავშვი სიხარულით მიდიოდეს სამეცადინოდ, ტანჯვა არის მისთვის. ამიტომ თავიდანვე რბილი სიმები ჯობს საუბართა. ის მაგარი სიმები, კი ბატონო, გნებავთ მაგარი სიმები. ხლა ერთი ჩემი ნათქვამით ვერ დაგარწმუნებთ რომ შავი მაგარი სიმები არ არის კარგი ფანდურისთვის. მოდი ასე ვთქვათ. თავიდან რბილი სიმები აუბით ფანდურს. ან რბილი სიმებიანი ფანდური იყიდეთ და მერე იყიდეთ ის მაგარი სიმები და მერე აუბით უკვე დაკვრას რო ისწავლის ბავშვი. თავიდან ჯობს ადვილად დაუკრას, თითები არ ეტკინოს, შეეჩვიოს დაკვრას. თითი რო გაუძლიერდება, მერე აუბით ის მაგარი სიმები. ეგ კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვრის გარდა. ფანდური უნდა მღეროდეს. მithქვამს და ახლაც გავიმეორებ. ჯობს ვინმე გაიყოლოთ, ან არიან უკრავდნენ ბავშვობაში მშობლები. ახლა ბავშვი მიიყვანეს, შვილი მიიყვანეს მასწავლებელთან და იცის დაკვრა მშობელმა. თუ იცით, კი ბატონო, თქვენთან შეარჩიეთ. თუ არა და თხოვეთ ვინმეს, გაიყოლეთ, ფანდურზე ვინც უკრავს, დაუკრას. ისევ
პირობითად გაჩვენებთ, აკორდს ავიღებ, დავუკრავ. ფანდური უნდა მღეროდეს. კარგია, რომ ბავშვი თავიდანვე შეეჩვიოს ლამაზ ბგერას. თავიდანვე ისწავლოს, რომ ფანდურს ლამაზი ბგერა გამოაღებინოს. და შეეჩვიოს ყური იმ ლამაზ ბგერას, ლამაზად დაკვრას. ფანდური არ უნდა ყვიროდეს. ის შავი სიმები გულისხმობ ხოლმე, რომ მაგარ სიმებს. ის მაგარი სიმები ფანდურს უფრო აყვირებს. ვერ მღერის ფანდური იმ სიმებით. ამიტომ ეცადეთ თავიდანვე, რომ ფანდურის იმღეროს, შეეჩვიეს, რომ ამ ლამაზ ბგერას მიეჩვიოს ბავშვი და კიდევ გავიმეორებ, რომ იმ ლამაზი ბგერა გამოაღებინოს ფანდურს. კარგია, თუ კი თავიდანვე ამას მიეჩვევა ბავშვი. ლამაზი ბგერა უნდა ქონდეს ფანდურს, ადვილად უნდა უკრავდეს, არ უნდა დაიტანჯოს. და მოდი გავიმეორებ, რა არის გასათვალისწინებელი. პირველ ხიდთან სიმები უნდა იყოს 9 მმ, 1 მმ დაშორება, მე-12 ხიდთან კი 3-დან 5 მმ-მდე უნდა იყოს ზღვარი არის ეს 3-5 მმ. ყელი არ უნდა იყოს დაღრეცილი, გაღუნული, თავიდანვე შეამოწმეთ. ეცადეთ, რომ კორძი არ ქონდეს. თავიდანვე ეცადეთ, რომ რბილი სიმებიანი ფანდური შეარჩიოთ, ბავშვმა არ იწვალოს დაკვირით. და დაკვირისას ფანდური უნდა მღეროდეს. ალბათ სულ ეს არის ფანდურის შერჩევაზე, რაც მინდოდა მეთქვა. დაგემშვიდობებით.